მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო ადამიანი გამოვიჭირე. ძალიან რთულია დღევანდელ დღეს შეგახსენებთ, რომ თუ რაღაცა ხმები გესმით, იცოდეთ, რომ ეს არ არის სტუდია. ჩვენ ვიმყოფებით Global Tech Weekend-ის სივრცეში, სადაც წერთ ეპიზოდებს და ელენე ბიბილეიშვილი არის ჩემთან დღეს სტუმრად და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო მიმართულებით. ელენე არის Heptic-ის და EdSummit-ის დამფუძნებელი და გამარჯობა. გამარჯობა. ხარ როგორ მიდის დღევანდელი ღონისძიება შენთვის? სპიკერი იყო. კი. პირველ რიგში მადლობა რომ აქ ვარ. ძალიან მიხარია და იმედი მაქვს რომ ძალიან ისე მოკლედ და საინტერესოდ განვასწრებთ თემებს. სპიკერი ვიყავი და ცოტა ხანში კიდე მაქვს ერთი პანელი. ჯერ მიწევს სცენაზე ასვლა დღეს. ძალიან კარგად მიდის მე მგონი დღევანდელი დღე. ძალიან ბევრი ადამიანია, ძალიან საინტერესო ხალხი არის. ბევრი კომპანია არის და მგონია რომ საინტერესო კავშირების დამყარება შეიძლება, ამიტომ მე მგონი კარგად მიდის ყველაფერი. კი, ნამდვილად. ელენე, მე მინდა ვიცი არ მინდა დიდი დრო დაგაკარგულო. შესაბამისად, ვეცდები რომ რაღაცა მოკლედ გამოგტყო ის ინფორმაცია, რასაც შენ საქმიანობ. მინდა მოგვიყვე Heptic-ზე, რას აკეთებს და რა solutions თავაზობს ბრენდებს. Okay. Heptic-ი არის მარკეტინგული ინტელექტის ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც განხორციელებს სხვადასხვა ციფრულ არხზე დაგენერებული მონაცემების შეგროვებას და მონაცემების ანალიზს. გვაქვს რამდენიმე მიმართულება, თავიდან დავიწყეთ მედია მონიტორინგით, ეგრეთ წოდებული social listening-ით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ეგრეთ წოდებული მონიტორინგის კამპანიებით სხვადასხვა ციფრულ არხზე, სხვადასხვა ბრენდზე, პროდუქტზე ან სერვისზე, ან ნებისმიერ თემაზე რაც გვაინტერესებს, ამაზე რა იწერება, ამას ვუკეთებთ მონიტორინგს. შემდეგ ვაკეთებთ სენტიმენტის ანალიზს, მაგალითად პოზიტიური, ნეგატიური თუ ნეიტრალურ ჭრილშია ყველაფერი დაწერილი და ვაწვდით ამ ინფორმაციას ბრენდებს, თავიანთ კონკურენტებზე, თავიანთ პროდუქტებზე, სერვისებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ამის შემდეგ Heptic-მა გადაწყვიტა იდეაში, რომ ცოტა უფრო განევცო თავისი არეალი, ვინაიდან მარტო ამ კუთხით ანალიტიკის წარმოება საკმარისი ბრენდებისთვის არ არის. შესაბამისად, დავამატეთ ისეთ მიმართულებები, როგორიც არის inbox-ის ანალიტიკა, შეფასებების ანალიტიკა, რეკლამების ანალიტიკა და კონტაქტის. რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ბრენდმა რაც შეიძლება თავის თავზე და კონკურენტებზე შეაგროვოს, რაც public იწერება, აბსოლუტურად ყველაფერი მოდის პლატფორმაზე. მაგალითად, გარდა იმისა, რომ მოხმარებლები რაღაცას წერენ ბრენდზე და ამას ბრენდი იდეაში ვერ აკონტროლებს, ამის გარდა ბრენდთან კომუნიკაცია მოხმარებელს აქვს პირადი მიმოწერის საშუალება. შესაბამისად, იქაც ძალიან ბევრი მიგნებები შეიძლება არსებობდეს და ისეთი სიგნალები, რასაც ერთი შეხედვით უბრალო ანალიტიკით შეიძლება რომ ვერ მივაღწიოთ და ვერ დავეწიოთ, ამიტომ მარკეტინგული ინტელექტის საშუალებით ვაკეთებთ იმას, რომ ასე ვთქვათ, რეალურ დროში ეს მონაცემები მოდის პლატფორმაზე და რეალურ დროში ვაანალიზდები. შესაბამისად, არ უწევს ბრენდს, რომ რაღაცეები მანუალურად აკეთოს, დროში გაწეილულად აკეთოს და ამავდროულად ის რომ ადამიანის twin იდეაში ვერც უმკლავდება ამ ხელ მონაცემების დამუშავებას, ყველაფერს აკეთებს იდეაში AI. შესაბამისად, Heptic-ი გახდა როგორც ერთიანი სისტემა, რომელიც ფრაგმენტირებულ მარკეტინგულ დატას აგროვებს და ანალიზებს. და როგორ ხდება onboarding-ი თქვენ შემთხვევაში, რა, მაგალითად ჩვენ პოდკასტში ხშირად სააგენტოებიც არიან ხოლმე სტუმრად და ჩვენი მიდგომა აპრობებისთვისაც იყოს გასაგები არის ხოლმე რომ აი მაგალითად მოვიდა ბრენდი, მოვიდა ბრიფი, აუცილებელი პირობა არის რომ ბრიფი შეავსოს, წარმოდგენა შეგვიქმნას ბრენდის და ასე შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში ანუ არსებობს ეს რაღაც კლასიკური მიდგომა რომ briefs thought აანალიზებთ ამ ბრენდს თუ ტექნიკურად ხდება ამის ინტეგრაცია ესე ვთქვა და მე უკეთებთ briefs თვითონ ბიზნესს. Heptic იდეაში არის SaaS პლატფორმა, შესაბამისად ნებისმიერ ჩვენს პარტნიორს აქვს თავისი ეგრეთ წოდებული ანგარიში, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ იყენებს, რომელი მოდულებიც დასჭირდება, ასე ვთქვათ, რა სახის კამპანიებიც დაჭირდება და იყენებს სტანდარტულად ესე თავისი ინტერპრეტაციით და თავისი სურვილის მიხედვით. მაგრამ გვაქვს მეორე მიდგომაც, რომელსაც ერთად უფრო enterprise კომპანიების შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც ეგრეთ წოდებული მხარდაჭერის გუნდი ყავს ამ კომპანიას და კამპანიების შექმნა, ანალიზი, მენეჯმენტი, ზოგადად maintenance რასაც ვეძახით, ამ ნაწილს Heptic-ის გუნდი უკლავდება. ეს იდეაში დამოკიდებული არის როგორი მიდგომა ურჩევნია ორგანიზაციას, შეიძლება ეს იყოს სრულად ინდივიდუალურად
მართვადი, ასე ვთქვათ, მის მიერ, ან შესაძლებელია, რომ ჩვენი მხარდაჭერის ფუნქცია იყენებდეს და ეს ყველაფერი უკვე იყოს ავტომატიზირებული და რეპორტების სახით მისდიოდეს მათთან ეს ყველაფერი. Onboarding-ის პროცესის ნაწილში ჩვენც გვაქვს მსგავსი მიდგომა, რომ კომპანიაზე რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიცოდეთ, ვინაიდან თითოეული ანგარიში, რომელიც იქნება, არის დატრენინგებული ისე, რომ მონაცემები გაანალიზდეს ამ კონკრეტული ბრენდის გადმოსახედიდან. ვინაიდან შეიძლება გყავდეს X და Y ბრენდი, რომლისთვისაც X ბრენდის კამპანიები არის ბრენდ მენეჯმენტის თვალსაზრისით მასზე და უყურებს Y ბრენდს როგორც კონკურენტს, მაგრამ თუ Y ბრენდიც ანალოგიურად აკეთებს, მაშინ ის კონკრეტული კამპანია, რომელიც ამ Y ბრენდზეა, მისთვის არის ბრენდ მენეჯმენტის, ხოლო X ბრენდზე დაწერილი ასე ვთქვათ, მონიტორინგის კამპანიები არის უკვე კონკურენტის ანალიზი. შესაბამისად, ძალიან განსხვავებული არის სპეციფიკა ერთმა როგორ უნდა დაინახოს შედეგები და მეორე. ამიტომ თითოეული ანგარიში აქვს თავისი AI ასისტენტი, რომელიც არის ისე შექმნილი და დატრენინგებული, რომ იმ კონკრეტული ბრენდის გადმოსახედიდან უყურებს და აღნიშნავს ყველაფერს. ამიტომ onboarding-ის ნაწილში, როდესაც დემოს შეკვეთა ხდება მაგალითად, როდესაც დემო სესია იმართება შემდეგ წარდგენის სახით კონკრეტულ კომპანიასთან, სატესტო კამპანიებსაც ნახულობენ და სატესტო შედეგებსაც ნახულობენ და ასევე სპეციალურ კითხვას ავსებენ იდეაში, მათთვის რა არის მნიშვნელოვანი, რა ზოგადად ყურადღების გამახვილება და onboarding-ი დაახლოებით ამ სოფლით მიდის. მე მაინტერესებს რამდენად რთული არის აუხსნა ბრენდს საჭიროება. იმიტომ რომ ახლა მე ჩემი გამოცდილებით რაც მიმუშავია, ყოფია მსგავსი რაღაც შეთავაზებები, რომ აი საჭიროება დაგვინახია, რომ მოდი გავიგოთ, რას ამბობს ხალხი, მოусმინოთ ამ ადამიანებს, მაგრამ ძალიან რთულია ხოლმე განსაკუთრებით, თუ დიდი ბრენდი არ არის, თუ რაღაც ისეთი მარკეტერი არ არის და რომელმაც იცის რაზე ვაპარაკები, აუხსნა ამ პროდუქტის საჭიროების შესახებ. ანუ რა ძალისხმევას დებთ მაგაში, რომ ბაზარს ასწავლოთ ჯერ და მერე გავუჩინოთ საჭიროება. აი ძალიან სწორი და ძალიან საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მტკივნეული წერტილი არის იდეაში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მარკეტინგული ინტელექტი საქართველოში შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც კონცეფცია ცოტათი გაუგებარია. და ზუსტად ბრენდებმა არ იციან, რას ნიშნავს და რისთვის სჭირდებათ. ამიტომ ამაში მართლა ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ. ისტორიას რო გავყვეს, თავიდან მქონდა სტანდარტული მიდგომა, როგორც SaaS პლატფორმებს აქვს, რომ მაგალითად დემოს შეუყვეთავს მომხმარებელი, ამ დემოს იყენებს, ტესტავს და რაც იქნება, იქნება იდეაში. მაგრამ ეს არ მუშაობს, ეს მოდელი თამამად შეგვიძლია ვთქვათ 100%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ მუშაობს. ამიტომ ცოტათი განსხვავებული გვაქვს და შევცვალეთ ეგ ნაწილი. როდესაც დემოს შეკვეთა ხდება და მაგალითად კონკრეტული ბრენდი ორგანიზაცია დაინტერესებული გამოყენების ნაწილში, რა თქმა უნდა, trials, ეგრეთ წოდებულ უფასო პერიოდს, გამოსაცდელ პერიოდს, ატესტო ვერსიას ვაძლევთ, რომ კარგად გატესტონ და ყველაფერი ნახონ და დემო სესიაზე, რომლის ფარგლებშიც ვაჩვენებთ მზა აკაუნტს, უკვე გაანალიზებულ და უკვე ასე ვთქვათ, შეგროვებულ მონაცემებს ნახულობენ. შესაბამისად, არ არის ჩვენი დემო, რომ აი ეს არის პლატფორმა, ესეც რაღაც კეთდება, ამას და ამას მიიღებ, რომ რაღაცა ჰიპოთეტიურად ხედავს ხოლმე რა. არამედ წინასწარ უკვე დასეტაპებულ, უკვე შექმნილ და უკვე გაანალიზებულ მთლიან ანგარიშს ვაჩვენებ, სადაც ჩანს აბსოლუტურად ყველაფერი, ბოლო 1 თვის, ბოლო 2 თვის, გაჩნია კონტექსტი. აი ამ პერიოდის განმავლობაში რა სტრატეგიული გადაწყვეტილება შეიძლება ამ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო. და ძალიან ბევრი кейსი მქონია ეგეთი, რომ უბრალოდ სატესტო აკაუნტის შემთხვევაში ისეთი მიგნებები მქონია, რომლებიც მე გამოუყენებიათ და ეგ პატარა მიგნება ყოფილა მაგალითად აი რაღაცა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამიტომ აი ეგ მიდგომა შევცვალეთ, რომ სტანდარტულად ეს არ ვაძლევთ უბრალოდ ანგარიშს და სატესტო ვერსიას, არამედ პირველ რიგში ვაჩვენებთ უკვე მზა პროდუქტს, ვაჩვენებ მაგალითებს, აი რაში შეიძლება პოტენციურად იყენებდნენ და რაში შეიძლება ის ითარგმნებოდეს და შემდეგ უკვე ვაძლევთ აი ამ ეგრეთ წოდებულ სატესტო სივრცეს, რომელსაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში იყენებენ, ტესტავენ, უკვე კავშირშიც გვაძლევენ და შემდეგ უკვე სტანდარტულად მიდის პროცესი. ამიტომ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგჭირდა იმ კუთხით, რომ საინტერესოა პროდუქტი მაგალითად იციან რომ შეიძლება რაღაც მომენტში გამოიყენონ, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მაგალითად მარკეტინგის მენეჯერს ან ციფრულ მარკეტერს, რომელიც პასუხისმგებელი არის აი პროდუქტების დანერგვაზე, ავტომატიზაციაზე და ასე შემდეგ, არ აქვს მსგავსი სოფტთან მუშაობის გამოსვლება, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს მსგავსი. აი ეს არის ხოლმე რთული პროცესი. იმიტომ რომ რაც არ უნდა ახლოს იყო ტექნოლოგიური პროდუქტებთან და რაც არ უნდა ძალიან მარტივად ადაპტირდებოდნენ
მაინც ნებისმიერ პლატფორმასთან ადაპტაცია გჭირდება და ასე ვთქვათ, დამეგობრება. ამიტომ ეს პროცესიც ხანდახან არის ხოლმე გაწელილი და ჩვენ ყველანაირად მოკლედ ეგ შევეცადეთ, რომ შეგვემცირებინა ის რომ მნიშვნელობა დაინახათ თავიდანვე. არა, ეს არ ყოფილიყო პოსტფაქტ. ჯერ value დაინახე პროდუქტის, რომ ეგრევე გადაწყვეტილება მაგალითად მე. ხო, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებიც ხედავენ პროდუქტის საჭიროებას, მე უნდა წავიდნენ მენეჯმენტთან დაფიჩონ, ბიუჯეტი მოითხოვონ, ამისთვის მე ისე თქვის რომ მოიცა კაცო, ხა ეგ ხო ისედაც ხედავთ იქ წაიკითხე mention-ში და ასე შემდეგ. ნუ ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი შრომა არის გასაწევი, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩვენ რო დავიწყეთ სააგენტოს კეთება, მახსოვს პირველი შეხვედრები, სადაც ვიხსნით, რატო არის სოციალური ქსელი კარგი. და ნუ რო გავიდა, ეხლა ნუ მაგაზე აღარ გიწევს საერთოდ საუბარი და მე ესეთ რაღაცას ვფიქრობ, რომ ალბათ მოგიტყვია, რომ კვლევითი კომპანიებიც გემუშავებიან. ხო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეხლა მათთვის რეალურად, ეხლა ბრენდებს რო თავი დავანებო. კი, და სხვათა შორის ერთი მიმართულება, რომელიც გვაქვს, ეს არის AI powered market research, რომელიც გულისხმობს იმას, რომ online ანალიტიკის დახმარებით ვაკეთებთ მარკეტინგულ კვლევას. ეს განუკეთებია როგორც ჩვეულებრივი ორგანიზაციებისთვის, ასევე კვლევითი ორგანიზაციებისთვისაც და ამ შემთხვევაში სრულად ვახორციელებთ ციფრულ არხებზე დაგენერებული მონაცემების საფუძველზე მომხმარებლების დამოკიდებულების კვლევას. აი, ერთი მაგალითი რომ მოვიყვანა, ბოლოს რაც გავაკეთეთ, ეს იყო სამედიცინო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც აკეთებს აპლიკაციას, სჭირდებოდა ეკონა რა ეგრეთ წოდებული მტკივნეული ფაქტორები არსებობს დღეს ტელემედიცინის მიმართულებით საქართველოში. მაგალითად, მომხმარებლები რას წერენ, რა არ მოსწონთ, რაზე აკეთებენ უარყოფით კომენტარებს, რაზე წერენ, როგორი არის მათი უკავშირი სხვადასხვა კლინიკებზე. ჩვენი კამპანიები, რომლებიც დაახლოებით 200-მდე იყო და 1000-ზე მეტი keyword-ით იყო შექმნილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ციფრულ არხებზე ამ სიტყვებით ვეძებდით, სად რა ეწერა. როდესაც ვიჭერდით შემდეგ ამ კომენტარებს, ეგრეთ წოდებულ პოსტებს, ანალიზი ხდებოდა ეგრეთ წოდებული cross ანალიტიკით. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მაგალითად Facebook-ზე რაღაცა შევაგროვებდით, Instagram-ზე შევაგროვებდით, კიდევ სხვა პლატფორმაზე, შემდეგ ჯვარედინი ანალიზით, სპეციალური კლასტერული ალგორითმები გვაქვს. ხდებოდა ესეთი რამ, რომ ამ პოსტების ქვეშ დაგენერებულ კომენტარებსაც და თვითონ აი ამ პოსტის მთელ შინაარსაც ვაანალიზებდით. და საბოლოოდ დაახლოებით 175,000-ზე მეტი პოსტი დავიჭირეთ და გავაანალიზეთ, რომელმაც უკვე მოხდა პატერნები. და მაგალითად ეს კონკრეტული კლინიკები არის, რომლებსაც ყველაზე მეც ლაპარაკობენ. ეს კლინიკებია, რომელსაც აკრიტიკებენ ამაზე და აი ამ სერვისზე. მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევის ობიექტი, რაც ჰქონდა, იყო ის, რამდენად მზად იყო ქართველი მოსახლეობა იმისთვის, რომ ონლაინ მიიღო კონსულტაციები. და მაგას ვიკვლევდით, როგორი იყო, ასე ვთქვათ, მათი უკავშირი აი ესეთ მსგავს სერვისებთან დაკავშირებით და ნახეთ ის, რომ მაგალითად ძირითადად რაც ხალხს არ მოსწონს თუმცა საქართველოში არის ის, რომ ძალიან დიდი ხანი უწევთ ლოდინი მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ეწერებიან ხოლმე. ანუ თუ ონლაინ ჩავეწერე, მაინც დიდი ხანი მიწევს ლოდინი. მაგალითად, ჩვენი წარმოდგენა დასაწყისში იყო ის, რომ შეიძლება კონსულტაციის ფასი ყოფილიყო ყველაზე მთავარი გადამწყვეტი პრობლემა. თუმცა, რეალურად აღმოჩნდა, რომ ის რომ რიგში დგანან, აი ეს არის მათთვის ყველაზე მთავარი პრობლემა. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა ამ აპლიკაციის შექმნის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ინსაიტი იყო. იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ მათ, რომ თუ ამ აპლიკაციაში იქნებოდა ონლაინ დაჯავშნის სისტემა, ან ონლაინ კონსულტაციის სისტემა, ეს იქნებოდა ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა მათთვის. აი დაახლოებით მსგავსი სახით მარკეტინგულ ანალიტიკასაც ვაკეთებთ, უпростоრად მარკეტინგულ კვლევასაც ვაკეთებთ, რომელსაც განსხვავებული მიმართულება შეიძლება ქონდეს და სრულად არის დაფუძნებული მომხმარებლის უკავშირზე. ფაქტობრივად ეს არის ფოკუს ჯგუფი, ოღონდ ინტერნეტში. კი, სხვათა შორის ესე რომ მიმართო ჩვენს აუდიტორიას ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო თვლია, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მარკეტინგში ვინც მუშაობს და მოღვაწეობს, ძალიან მნიშვნელოვანია უსმენდეს თავის აუდიტორიას, იცოდეს მისი ტკივილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უკავშირიან კრიზისული სიტუაცია ყოფილა არაერთი კარგი მარკეტინგული კამპანიის საწყისი და ხშირად როცა ბრენდები ფიქრობენ აი თუ მე ხშირად შემოხვედრია ეგეთი кейსები, რომ რაღაც მენეჯმენტი განსაზღვრავს ხოლმე როგორია ბრენდი და რა მდგომარეობაშია და აი რაღაც ერთი მხრიდან უყურებენ თავიანთ კომპანიას. რაც ხშირ შემთხვევაში ეგრე არ არის ხოლმე და მე აი რაღაც კვლევას რო გააკეთებენ, ამ რაღაც აუდიტორიას რო გამოიკვლევენ, აღმოაჩენენ რომ თუნდაც სხვა პოზიცია უჭირავთ, სხვაგან არიან და ასე შემდეგ. და სწორედ ეს აცდენა იქოს ხოლმე თუნდაც ბიზნესის კუთხით ან ციფრებში მათ
არასწორ აღმასვლას და ასე შემდეგ. ამიტომ კარგი იქნება, ძალიან კარგი პლატფორმა არის, მე წარმატებული მინუსი ამ პლატფორმას. მე მინდა კითხვა ასევე ETS-ამთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ძალიან საჭირო საქმეს აკეთებს ინდუსტრიისთვის. როგორ გაჩნდა ეგ იდეა, რა დაინახეთ, რატო გადაწყვიტეთ რომ გაიკეთებინათ და ასევე საინტერესოა თქვენი და Global Tech Weekend-ის პარტნიორობის ამბავით. კი ბატონო, ETS-ამიტი შევქმნით 2023 წელს. ეს იყო, დაახლოებით 3 წელი გამოდის უკვე. და მაგ დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ასეთ დიდი რაოდენობით მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ გესწრებოდა. დღეს უკვე აღარ გვაკლია მსგავსი ტიპის ღონისძიებები, შეგვიძლია ვთქვათ, სხვა მიმართულებით, meetup-ები, ესეთი ივენთები, ფესტივალები, პოდკასტები. მაგრამ მაგ დროს განსაკუთრებით მარკეტინგის მიმართულებით, მსგავსი ეგრეთ წოდებული community შეკრებები ძალიან გვაკლდა. ზუსტად ამიტომ მე, ალექსანდრე ჩომახიძემ და გიგი კულტანიძემ ერთად ღონისძიებაზე ყოფნის დროს ვიფიქრეთ, რომ მოდი ჩვენც გავაკეთოთ ესეთი რაღაც მარკეტინგზე და კონცენტრირება მინდოდა გავკეთებინა ციფრულ მარკეტინგს. იმიტომ რომ რაღაცა მსგავსი ტიპის community ასე ვთქვათ არ არსებობდა. და ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი. ზუსტად მაგ დროს შევქმნით ETS-ამიტი 2023-ში გავაკეთეთ პირველი ღონისძიება და იმხელა დაინტერესება წამოვიდა. რამდენიმე დღეში იყო sold out-ი, არც რეკლამები გაგვიშვია, არც რაღაც ესეთი განსაკუთრებული კომუნიკაცია მართლა არ ქონია, ის სტანდარტულად როგორც იწყება ხოლმე, რომ Facebook-ის page-ს გააკეთებ, პოსტებს დადებ და აანონსებ, თან სამ დროს Facebook-ის ჯგუფი ეს საკმაოდ ესეთი ცნობილი არის ახლა ჩვენ ინდუსტრიაში. იქაც გადავაზიარეთ რაღაცები და მართლა იმხელა დაინტერესება მოყვა ამას, რომ მაგ დროს მივხვდით, რომ მე მგონი რაღაცა სწორი გავაკეთეთ. მე ღონისძიება ძალიან მაგრად ჩაიარა და აი როგორ მახსოვს ჩვენი პირველი ემოციები 3 წელი გავიდა იდეაში, შეიძლება არ არის ძალიან დიდი დრო, მაგრამ ახლა უკან რო ვიყურები, საკმაოდ დიდი დრო არის იდეაში. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ისეთი დამხტულები წამოვედით ემოციებით და მახსოვს შენც რომ მოგიწვეთ, შენც რომ იყავი ჩვენს პირველ ღონისძიებაზე, იმედია კარგად გახსოვს. კი, ახლა ვიხსენებდი მე ეგ არის პირველი თუ მე კი, ეგ არის პირველი. და აი ეგ იყო მართლა ძალიან დიდი мотиваცია ჩვენთვის. შემდეგ მეორე წელსაც ჩავატარეთ, მეორე წელს ცოტა შევცვალეთ კონცეფცია. მე მესამე წელსაც ჩავატარეთ 2025-ში. 2025-ში უკვე Global Tech Weekend-ის ფარგლებში გავაკეთეთ, მანდაც ცოტათი შევცვალეთ თემატიკა. ჩვენი მთავარი მიზანი და მისია ETS-ამიტის მიმართულებით არის ის, რომ ერთნაირი ღონისძიებები არ გავაკეთოთ ხოლმე, იმიტომ რომ არ იყოს მოსაბეზრებელი. შესაბამისად, აი კონცეფციას ან სფეროს ვთვლით ხოლმე რა, რაზეც აქცენტებს ვაკეთებთ და აი შემდეგს რომელსაც გავაკეთებთ 2026 წელს, ანალოგიურად სრულიად განსხვავებული ფორმატის იქნება და სრულიად განსხვავებულ თემებზე იქნება. ასევე ძალიან გვინდა, რომ საერთაშორისო ბაზრებზეც გავიდეთ და გვაქვს რამდენიმე იდეა ამაზე და აქტიურად ვმუშაობთ. ამიტომ ETS-ამიტი მინდა აქვე ვთქვა, რომ ძალიან ბევრ კარგ ამბავს ამზადებს ქართული ციფრული მარკეტინგის community-ს. ძალიან საინტერესოა, წარმატებები მინდა გისურვოთ, რატომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და ყველა მსგავსი ტიპის აქტივობა ეხმარება ჩვენს ინდუსტრიას. ჩვენი პოდკასტში ხშირად არის ხოლმე ამაზე საუბარი აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც ეხა იწყებს ამ სფეროში შემოსვლას და რაც კი შეგვიძლია, იმიტომ რომ მე რო დავიწყე ამ სფეროთ მიეწამლა, ყველაფერი იყო, აი მე თვითონ უნდა მეყონა ინტერნეტში ეს ყველაფერი და რაღაც ჩემით გავიკვალე გზა. მაშინ არანაირი არც ტრენინგი არსებობდა, არც პოდკასტი არსებობდა, არაფერი, მაგრამ დღევანდელ დღეს საბედნიერო ძალიან ბევრი არსებობს გავსი და მიხარია ის, რასაც თქვენ აკეთებთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ ავამაღლოთ ცნობიერება და ვასწავლოთ ამ ადამიანებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და იმედია, სხვადასხვა რაღაც შემთხვევაში ერთი ახალგაზრდა, რომელმაც მითხრა, უყურებდა, სტუდენტი ვარ და ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც იყო ჩვენს პოდკასტის სტუმრად, დასაქმდა ზუსტად პოდკასტის მოწოდებიდან გამომდინარე მიუწერია და აუყვალია იმ ბრენდს და მე ძალიან მიხარია ხოლმე ეგეთი ამ мотиваციაა ეგეც. კი და ალბათ თქვენს ETS-ამიტაც იქნება არაერთი networking-ის შედეგები, რომელიც თუნდაც დღეს რა ღონისძიებაზეც ვიმყოფებით, აქ ძალიან მნიშვნელოვანია გაიცნო ესეთი ადამიანები, რომელთა ერთადაც თუნდაც საქმიანად გადაიკვეთები და მიაღწევ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ მოახერხე, გამოყავი დრო, იმიტომ რომ დღეს რაღაცა ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვს, ვიცი. წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პოდკასტშიც უფრო ვრცლად, სადაც შეგვეძლება რომ ძალიან ბევრ თემას შევეხოთ და ვისაუბროთ, ეხლა უკვე ვილაპარაკებთ ძალიან ბევრს. ძალიან დიდი მადლობა პირიქით. მიხარია რომ იყავით ჩვენი სტუმარი.
მეც წარმატებები თქვენ. დროებით, აბა შევხვდებით შემდეგ ეპიზოდზე მეგობრებო.